Სამწუთებში ოცნების რეჟიმის ტერორის წინააღმდეგ აქცია იწყება კინოცენტრის ახალ შენობასთან. კინოცენტრის კინემატოგრაფისტთა დიდი ნაწილი უკვე თითქმის 2 წელია უცხადებს ბოიკოტს. ლიზი ვეკვა გვერდდება ადგილიდან პირდაპირ ეთერში. ლიზი, მოგვიყევი და გვაჩვენე რა ხდება ახლა. დიახთამარ ახალ კინოცენტრთან სულ რამდენიმე წუთია დაიწყეს მოქალაქეებმა, რეჟისორებმა, კინემატოგრაფისტებმა შეკრება. აქ შეკრებილი ადამიანები სოლიდარობას უცხადებენ გუშინდელ თეატრალურ მანიფესტს, რომელიც ვიხილეთ, სადაც მათ განაცხადეს, რომ ისინი ახლა აქტიურ პროტესტის ფორმას მიმართავენ და გავლენ რეგიონებში. ახლა მე ვეცდები აქ შეკრებილი ადამიანების კომენტარები მოგასმენოთ, რათა უფრო კარგად გავიგოთ თუ რა მიზნები აქვთ მათ. გამარჯობა, ნანო, პირდაპირ ეთერში მუშაობთ, შეიძლება გკითხავთ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. აი გუშინ ვიხილეთ თეატრალების მანიფესტი, რომლებიც გითხრეს, რომ ისინი ახლა აქტიურ პროტესტის ფორმას მიმართავენ. გითხარით, დღეს თქვენი ახლა ჯერი თქვენზეა, გითხარით თქვენი აქ შეკრების მთავარი მიზეზი და მიზანი რა არის და რა თქმა უნდა მაყურებელს შევახსენოთ ასევე მთავარი მოთხოვნებიც. ხო, არაფერი იგივეა მოთხოვნებისა ჩვენი ბრძოლაც საერთოა გუშინდელი თეატრალების და თქვა დღევანდელი კინემატოგრაფისტების ყველაფერი ერთ საქმეს ემსახურება. მოთხოვნა არის თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და ახალი არჩევნები და ეს პროტესტის გადადის ახალ საფეხურზე და უფრო ძლიერდება და ამას ემსახურება დღევანდელი შეკრება და მე შევერთებით რა თქმა უნდა მარშს, პატიმრების გასათავისუფლებლად ეწყობა მარშში. ძალიან დიდი მადლობა ანანო მახარაძეს უსმენთ პირდაპირ ეთერში. ახლა შევეცდები სხვა აქციის მონაწილეებთან გავესაუბრო. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვართ. თუ შეიძლება გკითხავთ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. ასევე მინდა შედარება გავაკეთოთ. აი გუშინ ვიხილეთ თეატრალების მანიფესტი, ახლა ხედავთ რომ კინოცენტრის დროა, აქ შეკრებილი კარ ძალიან ბევრი ადამიანი. გითხარით თქვენ აი პროტესტის 58 დღეს რისი თქმა შეგიძლიათ ამ ყველაფერს ფონზე და ასევე გუშინ დღეს ვიხილეთ ყობახიძის განცხადება, სადაც მან თქვა და შეადარა ეს თეატრალების თუ კინემატოგრაფების თუ თქვენი პროტესტი თითქოს რაღაც რევოლუციას. აი გითხარით ამ ყველაფერთან დაკავშირებით ამ პროცესების შეფასება თქვენი თვალსაზრისით. ერთი რომ ეს პროტესტი კინოცენტრის წინააღმდეგ ბევრად ადრე დაიწყო. მე არა ვარ ამის სულის ჩამდგმელი ნამდვილად, მაგრამ ჩემთვის ძალიან პატივია ყოველთვის ამ ხალხის გვერდით დგომა და ამ პროტესტის ხარდაჭერა, იმიტომ რომ ეს არიან სრული ნონკონფორმისტები, რომლებიც ძალიან დაზარალდნენ, ყველაზე მეტად დაზარალდნენ, იმიტომ რომ უფულოდ უბრალოდ კინოს ვერ გადაიღებ და თუ არ ახარ იმაში. ანუ საკუთარ პროფესიას იმედი მაქვს დროებით და ცოტა ხნით ყველა გამოეთხოვა. ეხლა ყობახიძის ის მე არ მინახია, მაგრამ რა უნდა თქვას, ერთი რაღაცა ნამდვილად არის, რომ ქართული კულტურა მოწყვეტილია აბსოლუტურად რუსულ იმპერიას და მის გავლენებს და ეს არის ძალიან გასახარი, იმიტომაც კულტურის მოღვაწეები დგანან იქ სადაც დგანან რა. ამიტომ კულტურის მოღვაწეების სრული უმეტესობა დგას ძალიან სწორ მხარეს, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, ეს არის ძალიან გასახარი და იმედის მომცემი. მადლობა ძალიან დიდი. გაჩვენებთ ახლა კადრს თუ რა ვითარება არის ახალი კინოცენტრის წინ. აქ შეკრებილები არიან, როგორც გითხარით, რეჟისორები, მსახიობები, მწერლები, ცნობადი სახეები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ თეატრალებს და ისინი ასევე მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას და იმ რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას. ლანა ღოღობერიძეს ვხედავ, ჩემ ოპერატორს ვთხოვ, რომ გამომყვეს ახლა. ქალბატონო ლანა, გამარჯობა, პირდაპირ ქალბატონო ლანა. რატომ გადაწყვიტეთ? ქალბატონო ლანა, გამარჯობა, პირდაპირ ეთერში მუშაობთ, თუ შეიძლება მეც გკითხავთ, პირდაპირ ეთერში ვართ. ახლა ვიხილეთ, რომ კინოცენტრის წინ არის ძალიან ბევრი ადამიანი შეკრებილი. აი გითხარით, რატომ ხართ დღეს აქ და რა გაქვთ სათქმელი მაყურებლისთვის? მე ჩემი ხმა არ მესმის და არ ვიცი აქ ისმის თუ არა. არაფერი იგივე, ყველაფერი იგივე უნდა ვთქვათ, რომ თავისუფლებისთვის იბრძვის ყველა ადამიანი. ყოველი ადამიანის პირადი თავისუფლებისთვის. აი ეს არის არჩევანი. რომ გვინდა რომ აი ის როგორც ფიქრობ, რაც სურვილები გაქვს, რა წადილია, ეს ყველაფერი გამომჟღავნდეს და არ ქონდეს შეფერხება ამაში და აი ამის ძალიან კარგი გამოვლინება იყო გუშინდელი აი ეს თეატრალური სანახაობა. მე გადავცურავ ზღვას, თუ გადმოვცურავ ზღვას, მართლა არაჩვეულებრივი იყო და მართლა ნანა შენ აი ისეთ ლაპარაკობ. ხო
ეს სიტყვით აი ამისთვის ღირს ცხოვრება, იცით რომ ნახო ასეთი ერთიანობა, ასეთი საერთო სულისკვეთება იმ ადამიანებისა, ვინც რაღაცა ფასეულობებით ცხოვრობს. და ეს ფასეულობები არის ძალიან უბრალო. აი ძალიან უბრალო, მარტო რომ იყო კონდეს შენი თავის გამომჟღავნების შესაძლებლობა, შენი პირადი არჩევანის განხორციელების შესაძლებლობა. იყო თავისუფალი ადამიანი თავისუფალ ქვეყანაში და ამას მივახტებთ აუცილებლად. მადლობა ძალიან დიდი. მოკლედ ასეთი ახლა ვითარება ახალი კინოცენტრის წინ. აქ შეიკრიბნენ მსახიობები, რეჟისორები, ცნობადი სახეები, კინემატოგრაფისტები. ისინი სოლიდარობას უცხადებენ თეატრალების მანიფესტს, ასევე მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას და იმ რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას, რომლებიც ამ აქციების მიმდინარეობისას დააკავეს. როგორც აქ შეკრებულმა ადამიანებმა თქვეს, ისინი ცხადია დღეს შეუერთდებიან სხვა დაგეგმილ მარშებს და კინემატოგრაფისტები და აქ შეკრებილი ადამიანები გადაინაცვლებენ მარჯანიშვილის მოედანთან.